2013 წელს ციტრუსის დამხარისხებელი საწარმოს ამოქმედების მიზნით ერთლარად გასხვისებული ტერიტორიების მფლობელები პირობების დარღვევის გამო დაჯარიმდნენ. როგორც საჭირის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს 13 ობიექტიდან 4 მეპატრონეს ტერიტორია ჩამოერთვა და ისე უწყების ბალანსზე გადავიდა. სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში განმარტეს, რომ ჯარიმების თანხამ საერთო ჯამში 120,000 ლარი შეადგინა. გელად სინცაძის თქმით, სამ კომპანიასთან ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, ხოლო ცვლილებების შეტანისთვის და მდგომარეობის გამოსწორებისთვის კომპანიას ვადები გაეზარდა. მთავრობის თავმჯდომარის მიერ პირდაპირ მიყიდვის წესით გასხვისებულ ობიექტებს შორის ერთ-ერთი შეპესე TCF ჯორჯია, რომელსაც ობიექტი სოფელ ალამბარში გადაეცა. ტერიტორიის დროებითი მესაკუთრე ოსმან გოგიტიძე აცხადებს, რომ შენობის რეაბილიტაცია დიდ თანხებს უკავშირდებოდა, ამიტომ ერთლარად მიღებულ ქონებას უახლოეს პერიოდში ისევ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაუბრუნებს. საკითხზე დღეს საუბარი არის სურვე საჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ძალიან ძველი იგი იყო, შენება იყო, იმის დაშლა ახიდან ახალად უნაგის გაკეთება ძალიან ძვირი გვიждდებოდა. ეკონომიკის სამინისტროს უნდა დავაბრუნოთ, ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გააკეთოს პროგრამა, როდესაც გვეთქვიან იმ დროს ჩვენ დავაბრუნებთ მაგას. ხელშეკრულების შესაბამისად ნაწილმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა უზრუნველყეს ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ხოლო ნაწილის მიერ ვერ მოხდა აღებული ვალდებულებების შესრულება. ჯარიმების დაკისრება გამოწვეული იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობასთან და შესაბამისად ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირთან, ვისთანაც სამინისტრომ გააუქმა ხელშეკრულება, ჯარიმები არის დიფერენცირებული. ჯამში დარიცხული ჯარიმა შეადგენს დაახლოებით 120,000 ლარამდე.